თქვენ არახათ ხისი გეცოთ მოსამართლის მანდია, და მიმაჩნია რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი მოსამართლე. მოსამართლე კობაჩაგუნავასთვის ეს მიმართვა ისაკო დევიძეს 5,000 ლარი დაუჩდა. მოსამართლე, რომელმაც დევიძეს ერთხელ პატიმრობა შეუფარდა, მეორედ კი 3,500 ლარი დააჯარიმა, ისაკო დევიძის მესამე საქმეც დაეწერა. საქმე, რომელიც თავად დევიძისთვის აქამდე უცნობი იყო. გაირკვა ისიც, რომ მოსამართლემ პირველი სხდომა ისე ჩაატარა, რომ დაცვის მხარეს არაფერი შეატყობინა. გასულ თვეში ჩატარებულა პირველი პროცესი, მგონი 20-ში თუ 22-ში. შემდეგ გამომიგზავნეს ისა უწყება, რომ გამოცხადდა მომდევნო პროცესი იმ მოსამართლესთან, რომელთანაც უკვე ორი საქმე მქონდა, ორივეში გამომტყუნა და პატიმრობაში გამიშვა. ამავე სხდომაზე განიხილეს მარიამ გაჩეჩილაძის საქმეც, რომელსაც ასევე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. ისაკო დევიძის მსგავსად მოსამართლემ ისიც დამრღვევად ცნო, თუმცა მაღალი ჯარიმა მხოლოდ დევიძეს გამოუწერა. ადვოკატი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებაზე მოსამართლემ არა კანონით, არამედ პიროვნული დამოკიდებულებით იმსჯელა. ცდილობენ, რომ რამენაირად ისეთი კადრები მოიტანონ ხოლმე, სადაც ადამიანები არიან ნაკლები და თითქოს ცდილობენ, რომ ეს გზა გადაიკეტა ხელოვნურად. სადაო დროს ამსახველი მასალა არ მოიტანა? არასოდეს არ მოხდა. ნახეთ, ზოგადად მოაქვთ ზოგადი კადრები 15-20 წუთით ადრე. და მე გეუბნებიან, რომ შენ დაარღვიეო 20 წუთის შემდეგო. საინტერესოა მარიამ გაჩეჩილაძის საქმის მტკიცებულებები, რომელიც აქციას მაშინ შეუერთდა, როცა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო. როგორც ყოველ დღეს, ამ დღესაც რუსთაველზე იყო პოლიციის კორდონი და პოლიციამ თავისით უთხრა მოქალაქეებს, რომ ეხლა საკმარისი რაოდენობა ხართ და ჩვენ გადაგაკეტინებთ. ამის ვიდეო მასალაც მაქვს მოპოვებული, რომ პოლიციის თანხმლებით იკეტება გზა და არავინ არ უწევს ამას წინააღმდეგობას და არც შემდგომ იყო არანაირი განცხადება, რომ დაშალეთ და ისეთი რომ ვინმე არ დაემორჩილა. ფორმულას მიერ მოპოვებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში პოლიციელი მიუთითეს, რომ მარიამ გაჩეჩილაძემ გზა 20 საათსა და 50 წუთზე გადაკეტა. წარმოადგინეს 10 წამიანი ვიდეო მტკიცებულებაც, თუმცა ჩანაწერი სადავო დროს არ ასახავს. ის 21 საათსა და 5 წუთზეა გადაღებული. ადვოკატების თქმით, მტკიცებულებებში შეცვლილი დრო შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტანდარტად ჩამოაყალიბა. ხარე ამბობს, რომ სხვა დროის მასალა წარადგინეთ პროცესზე, რეალურად კი სხვა დროს ედავებოდით გზის გადაღება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და არ ვიცი რატომ ვრცელდება ხოლმე მსგავსი სახის კომენტარები და სიუჟეტები რატომ მტაცდება ამ ინფორმაციით, იმიტომ რომ 112 სამეთაუყურო კამერაზე ნათლად ჩანს თუ რა დროს მოხდა თითოეული სამართალდარღვევის ჩადენა და აღნიშნული კადრები არის წარმოდგენილი. ანუ ზუსტად იმ დროის მასალა არის, რა დროსაც რა თქმა უნდა, ყოველთვის როგორც ნებისმიერ პრაქტიკა არისო თითქოს ადვოკატები. სიცრუეა აღნიშნული. შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი ფაქტებს უარყოფს, თუმცა მსგავს შემთხვევაზე საუბრობენ მსახიობები ანა ტყებუჩავა და ბაჩო ქაჯაიაც. ორივე მათგანი მოსამართლე ნინო ენუქიძემ დღეს 5,000 ლარით დააჯარიმა. არასდროს არ მქონია ეს პირადი გამოცდილება და ამიტომ რაღაცნაირად ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ შეუძლია ადამიანს შავზე თქვას, რომ თეთრია და თეთრზე თქვას, რომ შავია. ეს გულწრფელად ძალიან მძიმე საყურებელია ადამიანის ადამიანური ყდომა რა. როდესაც შენ ვიწევს აწერ ხელს უსამართლობაზე და არა და პირიქით შენ სამართლიანობას უნდა იცავდე. როგორც ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დაინახა ის სიმართლე, რაც ძალიან ცხადი იყო. როგორც ადამიანს ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ ცუდია. დანარჩენი რა ვიცი, ამაზე მეტი არაფერზე არ გვედარდიოლოს ქვეყანაში, არა მშვენს. მოსამართლე ენუქიძემ მხედველობაში არ მიიღო გადახდის ქვითარი, საიდანაც დასტურდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დასახელებულ დროს მსახიობები არა რუსთაველის გამზირზე, არამედ კვების ობიექტში იმყოფებოდნენ. თავად სასამართლო კი კვლავ გადატვირთულია, დღეს ათეულობით პროცესი მოულოდნელად და გაურკვეველი ვადით გადაიდო. გაურკვეველი მიზეზების გამო უფრო სწორად ჩანიშნული საქმეების გადადება ხდება. ადრე მოქმედი რედაქციით 500 ლარიან ჯარიმას, რომელიც ითვალისწინებდა აღნიშნულ საქმეებს დღესაც განვიხილავთ. ასევე გადაიდო 5,000 ლარიანი საქმეებიც გაურკვეველი ვადით გადატვირთული არის უკვე სასამართლო, იმიტომ რომ ყოველდღიურად ძალიან ბევრი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება. საკმაოდ გადაიტვირთა სასამართლო, ადრე თუ მაგალითად ვიხილავდით პოლიციის კანონიერ მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან წვრილმამხნევობას, ეხლა სასამართლო ძირითადად გადაიტვირთა გზის გადაკეტვის საქმეებით. არ არსებობს დღე, რომ ჩვენ სასამართლოში არ მოგვიწვიოს პროცესი, მინიმუმ 2 საქმე და 2 პროცესი მაინც შეიძლება იყოს.
გადატვირთულია პოლიციაც, თუ აქამდე საქმეები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მოქონდა, ახლა ეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გადაიბარა, რომელმაც სასამართლოში 400-მდე ახალი საქმე შეიტანა. საქმეთა უმეტესობა 5,000 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.